და დღის სხვა მთავარი თემები პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრე მანანა კობახიძე ამბობს, რომ 4 წელი ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად მუშაობა გაუჭირდება. დადგება თუ არა დღის წესრიგში ნაადრევი არჩევნების ჩატარება. ახლა მანანა კობახიძეს ჩავთავთ პირდაპირ ეთერში და ის ჩვენ შეკითხვებს ქუთაისიდან უპასუხებს. ქალბატონო მანანა, არის თუ არა საკმარისი თქვენ მიერ დღეს დასახელებული მიზეზი ვადამდელი არჩევნების დასანიშნად? არ ფიქრობთ, რომ ეს ერთპარტიული სისტემის საფრთხეს შექმნის ქვეყანაში? მოგესალმებით თამთა, დიდი მადლობა ჩართვისთვის. მივესალმები ტელემაყურებლებს. მე ნამდვილად არ მეგონა თუ ეს გახდებოდა დღეს ასე ვთქვათ სადისკუსიო და თემა და რაღაცა მსჯელობის საგანი და პირდაპირ ჩართვის საბაბი, მაგრამ მე გეტყვით, რომ რა თქმა უნდა, როგორც ერთ დეპუტატს ცხადია, მე მაქვს გამოხატვის თავისუფლებაც, მაქვს უფლება მქონდეს გარკვეული აზრი. გუშინ მე ბატონმა გელაზედელაშვილმა დამირეკა გვიან ღამით მთხოვა ინტერვიუ, მე მივეცი ინტერვიუ როგორც ერთმა ჩვეულებრივმა დეპუტატმა, რა თქმა უნდა კოალიცია ქართული ოცნების წევრმა და იქ იყო სხვადასხვა კითხვები დასმული, მათ შორის ერთ-ერთი კითხვა იყო ის, რომ რა აზრის ვიყავი ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით და მე ვთქვი, რომ მე პირადად როგორც ერთი დეპუტატი შესაძლებელია მომხრეც ვარ ასეთი არჩევნების, ვინაიდან მიმაჩნია, რომ დღეს 53 ადგილი რაც არის დაკავებული ნაციონალური მოძრაობის მიერ, მათი წარმომადგენლების მიერ არ ასახავს იმ რეალობას, რაც არის საზოგადოებაში, თუნდაც რამოდენიმე ხნის წინ ჩატარებული საარჩევნო ოლქში არჩევნები ადასტურებს იმას, რომ ეს ძალა ნამდვილად არათუ მთავარი ოპოზიციური ძალა, არამედ ეს არ არის ძალა, რომელიც თუნდაც მეორე ადგილს იკავებს და დღეს რომ დაუშვათ იყოს საპარლამენტო არჩევნები, დარწმუნებული ვარ, მათ გაუჭირდებათ თავად ბარიერის გადალახვაც და ეს არ არის ჩემი აზრი, ჩემი კოლეგებიც, იგივე ჩვენი კოალიციის წევრები ამის შესახებ აცხადებენ, საუბრობენ, თავად პრემიერ-მინისტრაც თავის პრესკონფერენციებზე არაერთხელ გაუჟღერებია, რომ როდესაც იყო საუბარი მაგალითად პრეზიდენტის უფლებაზე დაეთხოვა პარლამენტი და კონსტიტუციურ ცვლილებებზე, აი იქაც ითქვა, რომ ყველაზე მეტად პარლამენტის დათხოვნის დღეს უნდა ეშინოდეს ნაცმოძრაობა სწორედ და ქალბატონო მანანა ისინი ვერ გადალახავენ ამ ბარიერსაც კი ამაზე იყო საუბარი, დავაზუსტეთ. ანუ ეს არის თქვენი პირადი მოსაზრება და ზოგადად არ მიმდინარეობს ამ თემაზე საუბარი თქვენს გუნდში? არ მიმდინარეობს არანაირი, ხა მე არ ვიცი, შეიძლება არასწორად იყო ინტერპრეტირებული. მე ჩავხედავ ზუსტად სამწუხაროდ დღეს მთელი დღეა სხდომაზე ვარ და მე გაზეთი უშუალოდ რომელსაც ინტერვიუ მივეცი ვერ შევიძინე, წავიკითხავ დეტალებში, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება არასწორადაც იყო ინტერპრეტირებული. მე არ მithქვამს, რომ ეს დგას დღის წესრიგში, ან ამას ვიხილავთ, ან ეს ასე იქნება. მტკიცებით ფორმაში მე ეს არ მithქვამს, მე გამოვხატე უბრალოდ ჩემი აზრი, რომ ძალიან რთულია და ისიც ვთქვი, რომ გამიჭირდებოდა მე მაგალითად 4 წელი მუშაობა ნაცმოძრაობასთან ერთად, ვინაიდან მე არ განვიხილავ მათ როგორც კონსტრუქციულ ოპოზიციურ ძალას, ეს არის რაღაცა უმცირესობა, ადამიანების ჯგუფი, რომელიც სამწუხაროდ დაკავებულია ძალიან ხშირად უსაფუძვლო დემაგოგიით, რაღაცა ისტერიული ტონით საუბრით, აბსოლუტურად ცრუბრალდებებით ჩვენი მისამართით, რაც ზოგჯერ აღიზიანებს მოსახლეობას, ჩვენ საზოგადოებას, ანუ ძალიან ხშირად ისინი მხოლოდ აი ამ დესტრუქციით არიან დაკავებული, თუნდაც ის რომ დღეს მათ ხდომა დატოვეს, არაპირებენ გაგრძელებას საპარლამენტო მუშაობის ზუსტად ამაზე მინდა შეგეკითხოთ ქალბატონო მანანა. დიახ, დღეს ის მათ განაცხადეს, რომ საპარლამენტში სიტყვით გამოსვლის ნაცვლად მათ მერაბიშვილის დაკავებინა გამომდინარე უნდა დაუთმონ მეტი დრო შიდა პარტიულ საკითხებს. თვლით თუ არა, რომ ეს არის ბოიკოტი ოპონენტების მხრიდან, როგორ შეაფასებდით მათ გადაწყვეტილებას? იცით რა, ამისი უფლება მათ პროცედურულად აქვთ, მათ არც გუშინ არ მიიღეს მონაწილეობას ხდომაში და რაღაც აქციებში იღებდნენ მონაწილეობას, ეს მათი უფლებაა. მე მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად ამისა, ჩვენ აბსოლუტურად ქმედუნარიანები ვართ, ჩვენ არც კვორუმის პრობლემა გვაქვს, არც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების და არც გნებავთ ორგანული კანონების მიღების, ჩვენ ვართ საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ ძალიან სერიოზულ ცვლილებებზე ვიმუშაოთ და შევცვალოთ
ჩვენი კანონმდებლობა უკეთესობისკენ, თუნდაც მათი დარბაში არ ყოფნის რეჟიმში, მაგრამ როდესაც საკმაოდ ასე ვთქვათ ანაზღაურებადია, მე ვფიქრობ მათი დეპუტატის მანდატი და ისინი თვლიან, რომ არიან საზოგადოების გარკვეული ნაწილის მაინც არჩეულები აქ, მე ვფიქრობ თავის ფუნქცია უნდა შეასრულონ და არ უნდა იყვნენ დაკავებული თუნდაც ასე ბოიკოტირებით. ყოველ შემთხვევაში ეს იყო ჩემი პირადი აზრი. მე ხას უსვამ, დიახ. გასაგებია, ეს იყო თქვენი პირადი აზრი და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა პრეზიდენტის მორიგ ვეტოზე მინდა გკითხოთ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანცრუებებზე მომზადებულ კანონ პროექტზე პრეზიდენტი ორ შენიშვნას გიგზავნით. თქვენი პოზიცია რა იქნება? გაითვალისწინებთ შენიშვნას თუ იბრძოლეთ ისევ ვეტოს დასაძლევად? იცით რა არის, დღეს შემოვიდა ეს ბიუროზე და პროცედურის მიხედვით ის უნდა განიხილონ კომიტეტებმა, კერძოდ ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა, უნდა იმსჯელონ. შესაბამისად, გააჩნია რა დასკვნებს დადებენ კომიტეტები. მე არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს. 15 დღე კიდე არის ვადა იმისთვის, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ ამ შენიშვნებზე. ჩვენ ასე ვთქვათ, არა ვართ რაღაცა ახირების რეჟიმში, რომ რადგანაც არის პრეზიდენტის შენიშვნები და მაინდა-მაინც ის არ უნდა იყოს გაზიარებული და მაინდა-მაინც ვეტო უნდა დაიძლიოს. შესაძლებელია ეს ასე არც მოხდეს, ანუ მე არ გაუსწრებ მოვლენებს, ჩვენ შევისწავლით, ვნახავთ, რაზე გვაქვს, რასთანა გვაქვს საქმე, რაზე მიდის, ასე ვთქვათ, მსჯელობა და კომიტეტები დადებენ დასკვნას და ამის მიხედვით მიიღებს შემდეგ გადაწყვეტილებას. ბოლო შეკითხვა მექნება საუბრის დასასრულს. დღეს ირმა ნადირაშვილმა ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად საპრეზიდენტო არჩევნებში დაასახელა დავით ბაქრაძე. როგორ შეაფასებთ თქვენი სავარაუდო ოპონენტის შესაძლებლობებს არჩევნებზე? მე მინდა გითხრათ, რომ ვინც არ უნდა დაასახელოს ნაციონალურმა მოძრაობამ, მე არ განვიხილავ ამ ძალას სერიოზულ კონკურენტად ქართული ოცნების, კოალიცია ქართული ოცნება ნამდვილად მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნებს. ძალიან მაღალია ნდობა საზოგადოების ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ და ჩვენი კანდიდატი მარგველაშვილის სახით ნამდვილად არის კონკურენტუნარიანი, ნამდვილად არის შესაფერისი კანდიდატი საპრეზიდენტო პოსტზე და ვფიქრობ, რომ ვინც არ უნდა იქნას დასახელებული, ჩვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან დიდი მადლობა მანანა კობახიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საუბრობდა ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში.